აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამაყობს იმით, რომ პირადად შეაჩერა თურქეთი ირანთან ომში ირანის მხარეს ჩართვისგან. და ის თურქეთის ლიდერ ერდოღანს დიდ ლიდერად მოიხსენიებს იმისთვის, რომ მოусმინა მას. ოთხშაბათს ოვალურ კაბინეტში ტრამპმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტი ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყო ისრაელისა და შესაბამისად აშშ-ის წინააღმდეგ ომში ჩასართავად, რადგან ტრამპის სიტყვებით ის დიდი გულშემატკივარი არ არის ისრაელის. მაგრამ ამბობს, რომ დაურეკა ერდოღანს. მას თხოვა არ ჩარეულიყო და ერდოღანმაც ასე მოიქცა. თურქეთს თავის მხრივ არ მიუცია და არც მიუცია საჯარო ნიშანი იმისა, რომ ომში ჩართვას აპირებდა. და ერთ მომენტში თავადაც ირანის ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა. მაგრამ აი რა ხდის ამას უბრალო ფერადოვან ტრამპის ანეკდოტზე მეტად, ის ახლა მიანიშნებს F-25-ის უხილავი გამანადგურებლების გაყიდვაზე. სწორია, F-25-ის უხილავი გამანადგურებელი თვითმფრინავები თურქეთისთვის როგორც ჯილდო იმისთვის, რომ ირანის მხარეს აშშ-სა და ირანს შორის ომში არ ჩაერია. იგივე თურქეთი, რომელიც 2019 წელს F-25-ის პროგრამიდან გააძევეს რუსული სარაკეტო სისტემების შეძენის გამო. ჩვენი ოუენ ალტერმანი უფრო დეტალურად გაგვაცნობს ტრამპის კომენტარებს. ნატოს ხელმძღვანელი ოთხშაბათს თეთრ-ზაფში მივიდა და განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. დონალდ ტრამპის მიდრეკილება დაეხმაროს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანს F-25-ის გამანადგურებელი თვითმფრინავების მიღებაში. მე ასე ვფიქრობ. ხო, ასე ვფიქრობ. ნახეთ, ის ნატოს წევრია. ზოგი ადამიანი მას ასე არ თვლის, მაგრამ სინამდვილეში ასეა. ის ნატოს ძლიერი წევრია. ხო, მე ასე ვხედავ. ალბათ რაღაცას გავაკეთებ, რაც მას ძალიან გაახარებს. აშშ-ში წარმოებული F-25 ტიპის გამანადგურებლების გაყიდვა თურქეთისთვის თითქმის 10 წლეულია შეჩერებულია. მას შემდეგ რაც თურქეთმა გადაწყვიტა შეეძინა რუსული S-400 სააერო თავდაცვის სისტემა, რამაც ვაშინგტონში შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთს შეეძლო თურქეთის ტერიტორიაზე მყოფი ადამიანები და აღჭურვილობა გამოეყენებინა აშშ-ში წარმოებული F-25-ების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად. ეხლა ჩანს, რომ თეთრი სახლი სურს წინ წასვლა, მიუხედავად კაპიტოლიუმის და ისრაელის წინააღმდეგობისა, რადგან თვლის, რომ თურქეთსა და მისი პრეზიდენტის დახმარებას აქვს ისეთ სარგებელი, რომელიც რისკებს აჯარბებს. მომწონს ის ჩემი მეგობარია და ომში არ ჩარეულა. იცი, ის იყო ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი, რომ ომში ჩართულიყო ირანთან ერთად. შეიძლება ირანის მხარესაც კი, რადგან როგორც იცი, ისრაელის დიდი გულშემატკივარი არ არის. და ვთხოვე, რომ არ ჩარეულიყო, არ ჩარეულა. კიდევ ერთი ყურადღების ცენტრი 4 შაბათს ოვალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე იყო ევროპის თავდაცვითი ხარჯები. დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ გაბრაზებულია, რომ ევროპელები უფრო მეც ახარჯავენ და არ დაეხმანენ აშშ-ის ირანთან ომში. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე მომზადებული მოვიდა. მინდა გაჩვენოთ, რას მიაღწია ამ პრეზიდენტმა და დავიწყებ ამ დიაგრამით. ეს დიაგრამა ეხება ტრამპის ტრილიონს. ტრამპის ტრილიონი გაჩვენებთ. რამდენად გაიზარდა ევროპელებისა და კანადელების მიერ თავდაცვაში გადახდილი თანხა მას შემდეგ, რაც თქვენ 2017 წელს თანამდებობა დაიგავეთ. შემდეგი შეხვედრა ტრამპისა და რუტესთვის არის ნატოს სამიტი 7 ივლისს ანკარაში, თურქეთში. ტრამპმა 4 შაბათს განაცხადა, რომ ის მხოლოდ პრეზიდენტ ერდოღანის პატივსაცემად მიდის. ნატოს მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ შეძლებენ აშშ-ის პრეზიდენტის გულის მოგებასაც. სულ ცოტა, ოდნავ მაინც. აი, ჩვენ სტუდიაში დავბრუნდით ჩვენს საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსთან დან პერისთან, უფროს კორესპონდენტ ოუენ ალტერმანთან და უსაფრთხოების ანალიტიკოს იაკობ ლაპინთან ერთად. და თქვენ ყველას ამაზე ბევრი გაქვთ სათქმელი. გონია ყველას აქვს. დან, აქ შენ დაგიცდა, რადგან მგონია პირველი კითხვა ასეთია. რას ფიქრობ ტრამპის სურვილზე გადასცეს F-35-ის უხილავი გამანადგურებელი თვითმფრინავები თურქეთს იმის გამო, რომ მან აირჩია არ ებრძოლა აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ირანთან ომში. ეს ხუმრობას გავს. ანუ აღფრთოვანებული ვარ, ვცდილობ არ გამეცინოს და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ერდოღანი ვერ იჯერებს თავის ბედს ტრამპთან დაკავშირებით. ვისაც ავტორიტარული ლიდერები მოსწონს, ყოველთვის უყვარს რაღაცის გაყიდვა ყველასთვის, რადგან ეს ისე ჟღერს, თითქოს ამერიკულ ბიზნესს უწევს რეკლამას და როგორც ჩანს, ამას ვერ აცნობიერებს. თურქეთი არ იყო კანდიდატი, რომ ირანის მხარეს ომში ჩართული. ირანი და თურქეთი არაბი მუსლიმი რეგიონული მეტოქეები არიან რეგიონში პირველობისთვის. მათ სირიაში ფაქტობრივად პროქსი ომი ჰქონდათ, რომელიც ახლახან დასრულდა. ირანი ბაშარ ასადის მხარეს იყო, ხოლო თურქეთმა მისი დამხობა სცადა და ეს არასდროს მოხდებოდა. მაგრამ ტრამპი თავის თავს უყვება ამბავს და სჯერა, რომ საკმარისი ხალხი დაიჯერებს ამას. და არის კიდევ ერთი, უფრო დიდი საკითხი. თურქეთი მართლაც ისრაელისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების მეტოქეა აიმეკის მარშრუტთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს ვაჭრობის ხელშეწყობას ახლო აღმოსავლეთის სამხრეთით ევროპამდე და თურქეთი ამ ყველაფრის მეტოქეა.
და ტრამპი თამაშებს ერთ მხარეს მეორის წინააღმდეგ ატენებს. თურქეთის დახმარება ახლა ისეთი რამა, რაზეც მას სიმპათია აქვს, მაგრამ შეიძლება ერთ წამში შეიცვალოს და ნებისმიერ შემთხვევაში ჩანს, რომ თურქეთს ეკნება F-25-ები. ეხლა ყველაფერი სახალისოა, სანამ ვინმე თვალს არ დაკარგავს. თურქეთი მართლაც შეიძლება საშიში იყოს. მომავალში უფრო აგრესიულმა თურქეთმა შეიძლება მართლაც შექმნას პრობლემები ისრაელისთვის, შესაძლოა სირიის არენაზე. თუ ისრაელის სურს ბუფერული ზონის შექმნა. კარგი არ იქნებოდა თუ თურქეთი შეიარაღებული ყველაზე თანამედროვე ამერიკული თვითმფრინავებით გადაწყვეტს, რომ ამას ვერ აიტანს. ასე რომ, წინ შეიძლება პრობლემები იყოს. თუმცა ეხლა უნდა ვაღიარო, ეს ცოტა სასაცილოდ გამოიყურება, რადგან აშკარად ტყუილებსა და უცოდინრობაზეა დაფუძნებული. იცი, მაგრამ ეს თან მიუთითებს იმ სირთულეზე, რაც ისრაელისთვის და შესაძლოა შეერთებული შტატებისთვის არსებობს, რადგან თურქეთი ინსტიტუციურად ირანი არ არის. თურქეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა, ტრადიციული ამერიკის მოკავშირე და როგორც ჩვენ თქვი, ერდოღანი მართლაც ჯეკპოტს მოიგებს. შეუძლია გააგრძელოს ამ ინსტიტუციური სტატუსის შენარჩუნება, რადგან ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მიხედვით ნატოდან ფაქტობრივად შეუძლებელია გაგდება. ამ ინსტიტუციური სტატუსის შენარჩუნება და კიდევ უფრო გაძლიერება იმ დროს, როცა აკეთებს ისეთ რაღაცებს და იკავებს ისეთ პოზიციებს, რომლებიც ეწინააღმდეგება სულ მცირე ამერიკელ მოკავშირეებს და შესაძლოა თავად შეერთებულ შტატებსაც და სხვათა შორის ნახე რა ფასდაკლებას იღებს ერდოღანი ნატაშა. ის იღებს F-35-ებს იმის გამო, რომ არ იბრძვის შეერთებული შტატების წინააღმდეგ. შეხედე ევროპელ ლიდერებს. ისინი იღებენ დონალდ ტრამპის რისხვას ყოველდღიურად, არა იმიტომ, რომ არ იბრძვიან ირანთან ერთად, არამედ იმიტომ, რომ არ იბრძვიან შეერთებულ შტატებთან ერთად. შენახსენე ნატო. ეს აუცილებლად უნდა ითქვას. ტრამპი ნატოს მიმართ გულგრილია. სასაცილოდაც კი. და იცი, მხოლოდ იანვარში ის რეალურად ფიქრობდა ფაქტობრივად ნატოსთან ბრძოლაზე დანიაში შეჭრით, რომელიც ნატოს მოკავშირის დანიის ტერიტორია. ეხლა ის ნატოს წინააღმდეგ ბრძოლას ისე ადიქვამს, რომ თურქეთი, რომელიც ნატოს წევრია, მის მხარეს იქნება. მაგრამ შემდეგ თურქეთმა ერთი რამ სწორად გააკეთა. და ეს უბრალოდ ირბალი არ არის ერდოღანისთვის. მან შექმნა ნამდვილი სამხედრო ძალა, ნამდვილი არმია, ხომ ასეა? ნატოში მეორე ყველაზე დიდი. ამას დონალდ ტრამპიც სცემს პატივს და ამას ამერიკელი პოლიტიკოსებიც სცემენ პატივს. დიახ, ერდოღანმა ეს თავისი მიზეზების გამო გააკეთა და არა ნატოს კოლექტიური თავდაცვისთვის. მაგრამ ამავე დროს მას ნამდვილად ჰქონდა თავდაცვის ხარჯები. და თურქეთს წლების განმავლობაში ჰქონდა რეალური თავდაცვის ხარჯები. ყავს ნამდვილი სამხედრო ძალა. მინდა ცოტა უფრო ვცლად ვისაუბრო ისრაელზე, რადგან ვიცით, რომ ერდოღანი აძლიერებს მუხარებს ისრაელის სახელმწიფოს მიმართ. მისი შინაგან საქმეთა მინისტრი იერუსალიმის გათავისუფლებაზე საუბრობს. ტრამპი მას დიდ ლიდერს უწოდებს. ეხლა კი მას F-35-ებს სთავაზობს. რას ნიშნავს ეს ისრაელისთვის, განსაკუთრებით აშშ-ისა და ისრაელის ურთიერთობის კონტექსტში? ნახეთ, თურქეთი ამჟამად დიდ შესაძლებლობას ხედავს. მას მართავს არა მხოლოდ ნეოოსმალური ისლამისტური ან პროისლამისტური რეჟიმი. ამ ეტაპზე მხოლოდ ასე შემიძლია უწოდო იმის გათვალისწინებით, რასაც ის თავის ოპონენტებს უკეთებს, მათ ციფრში სვამს. მაგრამ ის ასევე ხედავს დიდ სტრატეგიულ შესაძლებლობას, რადგან ირანული შიიტური ღერძი მნიშვნელოვნად დასუსტა. ეხლა კი სურთ შემოვიდნენ და თავი მუსლიმური სამყაროს ლიდერებად წარმოაჩინონ. როგორ აკეთებენ ამას? ისინი შეუჩერებლად ესმიან თავს ისრაელს. თავს ჰამასის მფარველებად წარმოაჩენენ. არ დაგვაუწყლეს სხვათა შორის შინბეტმა გასუკვირას გამოაცხადა, რომ ათობით აღკვეთილი ტერორისტული თავდასხმა სად იგეგმებოდა? თურქეთში. სტამბოლში ჰამასიც კი არ მიხსენებია. ისინი მასპინძლობენ ჰამას. ასე რომ, ამაზე საუბრისთვის დრო არ გვაქვს. თურქეთი ჰორიზონტზე როგორც მთავარი სტრატეგიული პრობლემა ჩნდება. მათ არ უნდა მიიღონ F-35-ები. დარწმუნებული ვარ, კონგრესზე ისრაელის მხრიდან დიდი ზეწოლა იქნება, რომ ეს არ დაამტკიცონ. თურქეთის საკითხი კიდევ დიდხანს მოყვება და მოგვიწევს მასთან გამკლავება. ის ეცდება ისრაელის შემოარტყას ისე, რომ მომავალში შეიძლება ირანი გაგვახსენოს. კარგი, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, რომ შემოგვიერთდით. დღეს ძალიან საინტერესო საუბრები გქონდა.